მოვიპატიჟოთ მოვიპატიჟოთ ჩემი კაცები. დიმა ტატიშვილი ჩვენთან სტუმრად არის და მოვიპატიჟოთ. დავიწყოთ დემნელა. დავიწყოთ. დემნა სტუდიაში. დემნა. დენა. გინდა მოგასმენინო იაპონურად როგორ ჟერს? ვაჟებს-შევედას სტუმარ მასმენძლის ეს პატარა ნაწყვეტი. სიკვდილი ყველას გვაშენებს, სხვას თუ კვლენ ცქერა გვწადიან. კაცი მეგზობენ ბევრჯელა როგორ დიდ ცოდვას ჩადიან. აბა როგორ ჟღერს? შივა მინნა ოკოვაგაში. საცუჯინ ვა მინნა გამიტაი. მომუნი მინნა ვაკარაძუ. კონოსუმიო კასეგიტაი. როგორ გონია რა მოგეწონა თინაში? შენ კი არა, დემნას რა მოეწონა თინაში? რა ვიცი, ალბათ ინტელექტი მისი და გარეგნობაც. ამ დაძაბული ურთიერთობებისა და გზლებარი სცენების ფონზე არალოგიკურად გაიჟღერებს, მაგრამ მაინც გაურისხავ და ტელეფონის ნომერს გთხოვ. რომ უფრო მშვიდ გარემოში გნახო. იქნება დასასრული ხო წინასწარ ვიცით. ყველა კინო ერთად თავდება, მაგრამ დადის ხალხი ამ კინოში. არა. ყველა კინო ერთნაირად არ მთავრდება. როგორ არის? გამოდიხარ, კიბეზე სიგარეტს ვიდებ, ტაქსის საჩერებ და სახლში ვიდებ. ადიქი ხა მოუყვებ არ გაყურებ. თინასაც სავარაუდოდ იგივეა ლექტორი კაცი და ფეტიში ლექტორები. ხო, იცოდი რომ ჩვენ ბავშვობაში თურმე თინას ყვარებია თურმე რა ჩვენის ლექტორი არავის არ უნახავს კეთის წარმოსახვაშია, მაგრამ ლექტორების მიმართ თავიდანვე ქონდა ინტერესი. ეს ემჩნეოდა, იმიტომ რომ რაღაცნაირი შეყვარებული თინა იყო ლექტორებში. ხო, ლექტორი ადამიანები ვინც თავის ცოდნას უზიარებს სხვას, მისთვის ძალიან სექსუალურებად ჩან. ამათი რომანი რატო ვერ შედგა საბოლოო ჯამში? ცოლის გამო? ეს არ ვიცი, შეიძლება. მაგრამ მე არ მგონია მაინც იმ ავადმყოფი ქალის გამო. ალბათ რაღაც პრინციპების გამო, რომელიც არ დათმო არც ერთმა არც მეორე. ურთიერთობების საერთოდ დათმობების კასკადია ურთიერთობა ქალის და კაცის. ალბათ ყველა ურთიერთობის. ყველას აქვს თავისი ზღვარი, ხო? ვიღაცის ზღვარი ადრე დგება, ვიღაცის ცოტა მერე დგება, ვიღაცას არ აქვს ზღვარი და შეუძლია ყველაფერი დათმოს და ყველანაირად გაინადგროს თავი ვიღაცისთვის, არ ვიცი. ანუ შენი აზრით თინას ზედმეტ დათმობებს თხოვდა დემნას და მაგიტო ვერ შედგა ეს? შეიძლება ისიც არ მოწონდა, რომ ამას თავის პრინციპები ჰქონდა. ეხლა ერთადერთი რაღაცით ხარ დაკავებული, დაუმტკიცო შენს თავს და რაც მთავარია შენ ცოლს, რომ ზეკეთილშობილი ადამიანი და ნამდვილი მამაკაცი ხარ, რომელიც ყველა წყენაზე მაღლა დგას. ანუ არ დავეხმარო ჩემს ეგ ადამიანი შენი ცოლი აღარ არის იმის მერე, რაც გიღალატა შენ ძმაკაცთან. და უნდა რცხენოდეს, რომ გეცოდება. როგორც კი შემოვიდა ეს რაღაცა ავადმყოფი ყოფილი ცოლის ამბავი, აი მანდ დაამთავრა თინამ და ხო. მან აღარ მოეწონა. თორე სხვაგან მეგობრებთან უფრო ხისტია თინა და უფრო მომთხოვნია და უფრო თავის პრინციპებს იცავს, დედასთანაც, მაგრამ აი მე მგონი რომ ხო დემნასთან ეგ პრინციპები არ გამოუვლენია არასდროს. ხო და აი ეგ მაინტერესებს რატო არ იყო ესეთი პრინციპული და ესეთი ხისტი დემნასთან და იყო დანარჩენებთან. ალბათ სიმპათია ქონდა უფრო. რატო არ დაჭირდა ეს პრინციპულობა? სიყვარული. რატან ის ხო დისლოვანი კაცი იყო მოდი დემნა. უფრო ღმად ჩავიდეთ და ვთქვათ რომ იმ ლექტორში რო არ გაუმართლა სავარაუდოდ შემდეგი რომ იპოვა ისევ ლექტორი აი რაღაცნაირად ეს ჯაჭურად გადაება და აქ გახდა უფრო მობიერი, იმიტომ რომ ხო გამოსულიყო ეს რაღაცა ისა, ხო რაღაცა ერთგან მიუღწეველი, მეორეგან ვცდილობთ რომ მაქსიმალურად მივიღოთ, თუმცა რომ მაინც საბოლოო ჯამში არ გამოუვიდა. კი.
ეხლა თქვი და თქვენ რას გაატარეთ. დიდსულოვანი ადამიანი, დიდსულოვანი პერსონაჟია ეს დევნა. კი, დიდსულოვანია ხო და ამ დიდსულოვანებაში ცოტა რაღაცები საკუთარი პიროვნული დაეკარგა, თო აი თინასთან. იმიტომ რომ ის იმ ხალხს ვერ მიაგდებდა. შემიძლია წონა გამიხსნა რა კაფრაზებს. თუ შენს კატო ხარ და არ იცი რა რატომ წqins და რა რატომ გიხარია. არა, ძალიან კარგად ვიცი რა რატომ წqins. უბრალოდ ვერ ვხედავ აუცილებლობას რომ ეს შენთან განვიხილო. ანუ ვიცი და არ მეუნები. ხო, შემიძლია გამოვიცნო. მიდი. ჩემ ცოლზე რო ზრუნავ, ეგ აღიზიანებს. ხო. აი ესე მარტივადაც შეიძლება ითქვას. იმიტომ რომ ჩემ თანამშრომელ ლენასაც აქვს კიბო, მაგრამ მასზე არ ზრუნავ. თან საქმე ზრუნვაში არ არის. უბრალოდ ჩემთან ურთიერთობის ხარჯზე ხდება ეს ყველაფერი და აი ეს მაბრაზებს. რატომ ახსნევინებ 1000 ჯერ? ამაზე ხო უკვე ვილაპარაკეთ. შენს თანამშრომელ ლენაზე მე პასუხისმგებლობა არ ამიღია და ამიტომ არ ზრუნავ. მეც აგიხსენი 1000 ჯერ ადამიანის მოვალეობებზე რაღაცეები. ხო და გასაგებია. ეს ზრუნვა მისი მოწოდება ის უპატრონოს უნდა უპატრონოს ამან და დათმო ამის გამო. ეს თენას კაი ტიპი იყო რა. მოეულო იმისთვის ამოხდა, რა მოხდებოდა. იცი რა დიდი დოზით შემოვიდა ის ქალი ჩვენ ცხოვრებაში, თორე თინა რაღაცა დონემდე აიტანდა ამ ყველაფერს. ეგ უკვე დევდარიანის. ეგ დევდარიანის. ხო დაურეკო დევდარიანს.